გადასწავლეთ 5 წუთი ხო? და დავიწყოთ. იოცოდა დავიწყოთ. მე უკვე ზეცათა უბეშინის მცემელო სულ ჭეშმარიტებისევა, რომელიც ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავს მაგით და შენიდა. საუნჯეო კეთილთა მომიჭებულო ცხოვრებისევა მოვედა დაემკვიდრა ჩვენშული და წმინდა უკვე ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა. დააწყობდნენ საქმეები სულ ჩვენი. ამინ. შესავალი ჩვენ ბევრჯერ გაკეთებული, დღეს ახლა მე მაინცსა და მაინც ახალ სახეებს ვერ ვიყიდა, ამიტომ მოდი პირდაპირ გავაგზავნოთ, ხო? ჩვენ ვართ მისული მერვე თავის 19 მუხლზე, 18 მუხლი დავასრულეთ ჩვენ. ანუ დავასრულეთ იმით, რომ ვით არც აიხილა იესო ვერი მრავალი გარემოს მისსა, უბრძანა წიახსვლა მიერ კერძო, ანუ როდესაც აღასრულა მან ბევრი სასწაული და შემოიკრიბა მის გარშემო ბევრი ხალხი, განერიდა ხალხს და უბრძანა თავის მოციქულებს, რომ იქაურობას გაშორებოდნენ, რომ აი მაჟიოტაჟს და აი ამ ხმაურს მოშორებოდა თვითონ, რომ აი რაღაცა პატიმოყვარეობას განრიდებოდა და ისიც გითხარით, რომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი მაგალითი, რომ უნდა ვერიდებოდეთ და ვიყოდეთ ყოველთვის აი ამ პატიმოყვარეობას. იმიტომ რომ ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა არის, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფესვგადგმული ადამიანში პატიმოყვარება, ეს პატივი ძალიან იზიდავს ადამიანს. იცით თქვენ რომ უფალი როდესაც გამოიცდებოდა უდაბნოში, ხო? სწორედ ერთ-ერთი გამოცდა, პატიმოყვარების გამოცდა გაიარა, როდესაც ეშმაკმა უთხრა, რომ აჩვენა მთელი ამ სოფლის სიამეები და უთხრა, რომ თუ კი დავარდები და თაყვანს ვცემ მე, ეს ყველაფერი შენი გახდება. შენ გახდები ამ ყველაფრის ბრძანებელი და რა თქმა უნდა უფალმა თავისი ადამიანური ბუნებით მასთან შეერთებული ღვთიური ბუნების შემწეობით ადვილად შეძლო ამ გამოცდის დამარცხება და უკუაგდო მაცული. მოდი განვაგრძოთ რა ხდება. მოუხდა მას ერთი მწიგნობარი და თქვა: მოძღვარ, მიგდევდე შენ, ვიდრეც ახვიდოდი. ახლა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ მიდის მასთან. მიდის მწიგნობარი. ანუ მწიგნობარი ადამიანი თვითონ სიტყვა გვაჩვენებს, ხო, ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე გარკვეული იყო ამ ყველაფერში, ესმოდა ქრისტიანული სწავლება, ქრისტიანული არ მომიტევეთ ეს. ჯული შესწავლილი ქონდა, ძველი ათქმისეული, ის რაც დატოვილი ქონდა მოსეს მათთვის. ერკვეოდა ამ ყველაფერში და აი ესე გარკვეული ეუბნება მას, რომ მოდი მე წამოყვები. სადაც შენ წახვალი, მინდა რომ შენი მიმდევარი გავხდე. უფალი პასუხობს მას. თან მიაქციეთ ყურადღება, მოძღვრად მოიხსენებს, მოძღვარს უწოდებს მას. მოძღვარ, მიგდევდე, ვიდრეც ახვიდოდი. ვიდრეცა ძველ ქართულად ნიშნავს სადაც მიდიხარ. სადამდეც მიდიხარ. ანუ ვიდრე დღევანდელი გაგებით ვიდრე არ გეგონოთ, როდესაც ხვდებათ წმინდა წერილში. ვიდრე ნიშნავს სანამ, აი სწორად. სანამ მიდიხარ, სადაც მიდიხარ, სადამდეც მიდიხარ, გამოყვები. ვიდრეც ახვიდოდი, ანუ შენთან ერთად ვიქნებიო რა, შენს გზას, შენს ბედს, შენს ხვედრს გავიზიარებ, საითაც მიდიხარ. ქვამას იესო. ვალი პასუხობს აი ესე იგაურა. მელთა ხვრელი უჩნის და მფრინველთა ცისათა საყუფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს სადა თავი მიიდრიქოს. ეს კარი ღია იყო, ცოტა ხანი რა იქა გამოვაყეთ კარი რა. იმიტომ რომ ბევრჯერ კიდევ ვიღაცები შემოვლენ და ეს ჭრიალი რო არ იყო საზებნეთი რა. ერთი 10 წუთში 15 წუთში დავხუროთ. უყურეთ რას პასუხობს. მელთა ხვრელი უჩნსო, მელიებსო სორო აქვსო თავიანთიო. ფრინველთა ცისათა საყოფელი, ანუ ცის ფრინველებსაც და მელიებსაც, ანუ მელიებს ხო ზოგადად ცხოველებს გულისხმობს ფრინველების ქვეშ, საერთოდ რაც ზეცაში დაფრინავს, ანუ ყველა სულდგმულსო ესე პასუხობს რა. ცხოველსაც კი და ფრინველსაც კიო, თავისი ბუდე, თავისი სორო, თავისი საყოფელი აქვსო. და ხოლო ძესა კაცისასაო და გულისხმობს რასაკვირველია საკუთარ თავს,
არა აქვს სადაც თავი მიიდრიქოს. ანუ მე ჩემი ესეთი რაღაც ადგილი არ მაქვს. ანუ ის ხო ეუბნება რომ სადამდეც მიდიხარ გამოყვები. ჩემი გზა ეუბნება ის არ არის ესეთი რა დასრულებადი. ანუ მე არ ვიცი სადაც დამიღამდება იქ მითენდება. დღეს იქ დავჩერდი, ხვალ იქ დავჩერდი. ანუ ამით ეუბნება რომ შენ გზათა ხარ ამ ყველაფრისათვის რომ აი ჩემსავით იცხოვრო, შენ კი მეუბნები ახლა მე რომ გამოყვები სადამდე ცივლი და სადაც მიდიხარ, მაგრამ შენ ხარ კი ამისთვის მზად? და აღარ არის მე ნათქვამი რომ ეს ადამიანი გაყვა თუ არ გაყვა მას და იქიდან გამომდინარე თუ იმჟელებთ რომ არ არის ნათქვამი რომ გაყვა, უფრო უნდა ვივარაუდოთ ჩვენ რომ არ გაყვა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მერე დაფიქრდა, ანუ უფლის სიტყვა მას პირდაპირ გულში მოხვდა. ეხლა ღმერთი ხო არაფერს არ ვარაუდობს და არაფერს არ ეჭობს, ხო ეხლა ყველას გულის რახვა იცის. სანამ იტყვის ადამიანი და სანამ ამოუშვებს გულიდან ამის უკვე იცის უფალმა რა უნდა უთხრას, ხო? და ამიტომ ზუსტად იქ უპასუხა იგავით. ეხლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რა რომ ის იგაური სახე ამას მე კიდე ცალკე შევეხებით ჩვენ რა მნიშვნელოვანი თემაა ეს იგავებით მეტყველება რა. ძალიან მოსახერხებელია უფლისათვის, იმიტომ რომ იგავს ვინც გამგებია ის გაიგებს და ვინც ვერ გაიგებს იმისთვის ჯობია რომ ის იგავად ზღაპრად დარჩეს ვიდრე დაბკოლდეს იმ ჭეშმარიტების მიმართ და ამიტომ ყოველთვის ურჩევნია უფალს რომ იგავით ისაუბროს. ამას მე თვითონ უხსნის კიდევაც და ეუბნება მოციქულებს. როდესაც ეკითხებიან მოციქულები რომ აი იგავით რატო ელაპარაკებიო ხალხსო და ჩვენო პირდაპირ რატო გვეუბნებიო. თქვენ ხართ გამგებიო და იმიტომ გიხსნით და ისინიო ვინც გამგებია იმ იგავებშიც დაინახავს. ანუ ამაშიც ღმერთის სიყვარულია. თქვენ არ გეგონოთ რომ ღმერთი რაღაცა თვითონ კი არ არჩევს რომ აი ვინ არის გამგები და ვინ არ არის გამგები. ღმერთმა წინასწარ იცის რომ არის ნაწილი, მცირე ნაწილი იმ საზოგადოებისა, რომელიც მას უსმენს, რომლებიც მიიღებენ და სწორად გაიგებენ და აღიქვამენ უფლის ნათქვამს და არის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რომელიც ამას ადეკვატურად ვერ გაიგებს და ამიტომ მათთვის ჯობია რომ ეს დარჩეს იგავად, რომელიც მათ ვერ გულისხმავს. ვიდრე პირდაპირ თქმულიყო ეს ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება ვერ მიიღოთ, იმიტომ რომ მერე უკვე მათი პასუხისგებლობა ორმაგი სამაგი იქნებოდა და დაისჯებოდნენ ამის გამო უფრო მეტად. იმიტომ რომ ამით მათ ის მაინც შეეძლებოდათ უკვე ეთქვათ და იმით მაინც გაემართლებინათ თავი რომ აი ეს იგავური იყო, ჩემს გაუგებარი იყო და ვერ გავიგე. ვერ ჩავწვდი შენი იგავის არს. ანუ ხედავთ ღმერთი არ ამხელა სიყვარული რომ აქედანაც ისევ შენზე ზრუნავს რა. იმიტომ რომ ამბობს უფალი გახსოვთ თვალნი აქვთ და ვერ ხედვენო აი ესეთ ადამიანებზე. ყურნი ასხენ და არ ესმითო. ესმით ანუ აქვთ თითქოს ის სასმენელიც, სამეთყველოც, სახედველი ორგანოებიც, მაგრამ ხორციელი, ანუ დახშულია ეს ორგანოების სულიერი ჭეშმარიტების შესამეცნებლად და გასაგებად. ამიტომ ისინი ვერ გებულობენ და ყოველთვის ძალიან ხშირია ესეთ შემთხვევები და ჩვენ ამას ვნახავთ მრავლად, როდესაც უფალი რო საუბრობს, აი რაღაცას რო ასწავლის მაგალითად რაღაცას გადასცემს, ყოველთვის ბოლოს ესე ასრულებს ხოლმე თავის სიტყვას. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ რომელსა ასხენ ყურნის მენად ისმინენ. ხედავ? ანუ ხა ყურები ყველას აქვს, ხო? უსასმენად. და ნებისმიერ ადამიანს ახლა თუ ყური არ არის, ყური აქვს, მაგრამ აი ვისაც სულიერი სმენა აქვს გახსნილი, ვისაც ღმერთი აინტერესებს, ვისაც სულიერი ჭეშმარიტება აინტერესებს, ხო? იმან მოისმინოსო რა. რომელსა ასხენ ყურნის მენად, აი ამ სულიერი ჭეშმარიტებისა ისმინენ. ანუ უფალმა ამ ადამიანს აი ამ წიგნობას რომელზეც არის ლაპარაკი, არც ის არის დაკონკრეტებული ახალგაზრდა იყო, მოხუცი იყო, შუახნის იყო, წიგნობა არის, უბრალოდ წერია რა და კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს უნდა ვივარაუდოთ, ჩვენ არის ადამიანი, რომელსაც ხონდა რაღაცა გარკვეული ღმერთის ძიების სურვილი, მაგრამ აი აქ იცდება უკვე მისი წმენა ბოლომდე უფლისაგან რომ მას კი ეგონა და ესე ამბიციური განცხადებით მინდის უფალთან რომ ვიდრეც ახვიდოდი მოგდევდე შენ სადაც მინდიხარ გამხური, მაგრამ აი ღმერთი უკვე საკონტროლო შეკითხვას უსვავს რა, ისეთ რამეს ეუბნება, რითიც უკვე მჟღავნდება საბოლოო ჯამში, ისევე როგორც მდიდარი ჭაბუკისა გახსოვთ, როდესაც მიდის მასთან უფალთან და ეუბნება რომ მე ვაი შენი მცნებებიო, დამარხული მაქვსო, ყველაფერი ჯერ ეკითხება რომ რა გავაკეთო რომ ცხონდეო. უფალი მცნებებს ჩამოუთვლის და ეთქვის ჭაბუკი რომ ეს ყველაფერიო ბავშვობიდან დამიმარხავსო მეო და მაშინ ერთი რამეღა გაკლიაო. გაყიდე ყველაფერიაც გაბოდიაო და მოდი და შემომიდექიო მეო. იქაც იგივე ხდება. ანუ საკონტროლო რამეს ეუბნება, რითიც უკვე ფასდება საბოლოოდ მისი წმენა, რამდენად მზად არის რომ ჭეშმარიტებისათვის, ღვთისთვის
თავისი სულის გადარჩენისთვის ყველაფერი დათმოს, ხორციელი. და დაღონებული წავიდაო ის ჭაბუკიო, გახსოვთ? რამე თუ იყო მდიდარ ფრიათო და მე უფალი სევდიანა დამატებს ამას, რომ ჭეშმარიტად გეუბნებით, მოციქულებს ეუბნეო, რომ ძნელად შევიდნენ სასუფეველსა, რომელთა აქვდნენ საფასეო, ანუ ვისაც რაღაცა სიმდიდრე გააჩნია, მატერიალურიო ძალიან რთულად მოახერხებენო დაიმკვიდრონ მათო სასუფეველიო. იმიტომ რომ ეს ხელს უშლის შენ თუ მიჯაჭული ხარ, თუნდაც რაღაცაზე, მატერიალურზე, ხო? და მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაზე რაფინირებული გაგებით თვით ოჯახის წევრებიც კი გულისხმებიან. აი თუ შენ მიჯაჭული ხარ ამაზე და მე თავის დროზე მომიყვანია კიდევაც, მაგალითი, როდესაც ევსტათ მცხეთელზე ვქადაგებდი, გითხარით რამდენჯერმე რა ვინც ესწრებოდით მაშინ ვქადაგებას, რომ ქართველი ძოლი ყავდა ევსტათ მცხეთელს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არაქართული წარმოშობისა იყო და შვილები ყავდა, პატარები. და ის რომ იმაზე დაფიქრებული იყო, როდესაც ამირამ გამოიძახა უკვე, მან კარგად იცოდა რას მოელოდა მას. და ეხა იმას რომ ამაზე დაეწყო ფიქრი, რომ აუ ეხა იქ მე რო წავალ თავს მომაჭრიან ეს ჩემი ცოლ-შვილი ობლად რჩება. ანუ ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ხედავთ? არა და ეხა დამიჯერეთ, მერწმუნეთ რომ ჩვენზე გაცილებით მეტად უყვარდა იმას თავისი ოჯახი. მაგრამ უფალი ამოს ესეც საოცარ სიტყვას, რომელსა უყვარდეს დედა, გინდა მამა, გინდა ძმა, გინდა და, გინდა შვილი. უფრო ის ჩემსა. აი ეს არის მნიშვნელოვანი სიტყვები ძალიან. იგი არა არ ჩემდაღირს. ანუ განა სიყვარულს გიგზავნავს, პირიქით სიყვარულისკენ მოგიწოდებს უფალი და გეუნეო, რომ შენ მოყვასისთვის თავდადებაც კი უნდა შეგეძლოს, იმდენად უნდა გიყვარდეს, მაგრამ უფრო ის ჩემსაო, ანუ როდესაც შენ უკვე არჩევანი გიდგება და შეიძლება არც დაგიდგეს ეს არჩევანი ცხოვრებაში, მაგრამ შენ მზად უნდა იყო ამ არჩევანისათვის ყოველთვის, ამით უნდა გაანსაზღვრო შენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა, რომ თუ შენ დაგიდგა ეს არჩევანი, რომ რა აირჩიო, უფალი თუ ოჯახი, თუნდაც ყველაზე ძვირფასი რაც შენ გაგაჩნია ამ ქვეყნიური გაგებით, ხო? ის ოჯახიც კი უნდა შეგეძლოს, რომ დათმო ღვთის გულისათვის. იმიტომ რომ უნდა გახსოვდეს ყოველთვის, რომ ღმერთმა მოგცა და ღმერთმა რა კი მოითხოვა, შენ ეს ნაბიჯი უნდა გადადგა. აი მართალი იობის ცხოვრება, ვისაც აკითხული გაქვს და ვიც ყურმოkrით მაინც იცით, იქ არის ზუსტად ეს მომენტი რა. რომ იობი ამ განსაცდელ ზუსტად ბოლომდე ლახავს, იმიტომ რომ როდესაც ეუბნებიან მე მისი მეგობრები და საუბრობენ და ცოლი აყვედრის რომ აი ღმერთმა ესე გიყო შენ, იობი პასუხობს მათ მე რომ ღვთისაგან იყო მოცემული ყველაფერი, რაც მე მებადა და ღმერთმავეც აიყვანა, ხო? იგივე მომენტი არის ზუსტად როდესაც აბრაამს აქვს გამოცდა და თავისი ერთადერთი ძე, რომელიც სიბერეში მისცა უფალმა და რომლისგანაც აღუთქვა თან რომ აქედან გაგამრავლებ შენო და შენზეერსო, მე უცებ ეუბნეო რომ შემომწირეო. და ხედავ დაუფიქრებლად მიდის, კი გულდაწყვეტილია ძალიან და გული ეწვის, მაგრამ არ ეჭვდება ამ ყველაფერში და მიდის რა, აკიდებს შეშას და მიყავს თავისი ისააკი რომ შეწიროს უფალს ქვეყლად. ერთადერთი ძე, რომლისგანაც კიდევ ერთხელ გეუბნებით აღუთქვა უფალმა რომ თელ შენ ერს გავამრავლებო რა. არც იმაზე ფიქრობს და არ ეჭვდება რომ როგორ უფალი თავის სიტყვას ეწინააღმდეგება. რა კი ეს მითხრა კი არ ეუნეო რომ ღმერთო აბა შენ რომ მითხარი რომ მე ამისაგან გაგამრავ, არა, არ უჩნდება ესეთი მომენტები. დაუფიქრებლად მიდის რა, ღმერთმა უთხრა, ესე იგი ესეა საჭირო. ღმერთმა მომცა, ღმერთმავე უნდა წამართვას რა. და ამ მზადყოფნას გამოხატავს და მე წერია უკვე რომ აი ეს რწმენაო შეერაცხა სიმართლედ. აბრაამსო. ანუ მას აღარ ჭირდება უკვე იმის დაკლა, ანუ ის მზად იყო დასაკლავად. და ისააკიც მორჩილად იყო მზად რომ შეწირული იყო, იმიტომ რომ მასაც ჰქონდა ეს სწორი რწმენა. მოკლედ რო გითხრათ, ეხლა ცოტა შორს ავედი. ამ ადამიანს პასუხობს უფალი აი ეს იგაურად, რომ მე აი ესეთი ცხოვრების წესი ცხოვრობ და შენ ხარ მზად, რომ ჩემსავით აი ესე მოხეტიალე ცხოვრებით იცხოვრობ და ჩემსავით არაფერი არ გაგაჩნდეს, იყო უპოვარი. არც ბინა, არც სახლი, არც კარი და ჩემთან ერთად იყო. და სავარაუდოდ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ როგორც ის ჭაბუკი წავიდა დაღონებული, ეს ადამიანიც აღარ გაყოლია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეს ადამიანი რომ გაყოლოდა უფალს, ამის შესახებ მოციქული აუცილებლად დაწერდა, რომ ამ ადამიანმა შეძლო გადალახა ეს განსასწრელი და დათმო ის ყველაფერი და გაყვა მას. ასე რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვერ გაყვა. და სხვამან მოწაფეთა მისთაგან მან რქვა მას. უფალო მიბრძანე მე მისვლად, პირველად მისვლად და დაფლად მამისა ჩემისა. ანუ ამ შემთხვევაში იქ იყო ლაპარაკი, რომ ვიღაცამ წიგნობარი მევიდა მასლა. ეხლა აქ არის უკვე საუბარი, რომ მოწაფეთა მისთაგან მანო.
ანუ ერთ-ერთი მოწაფეთა მისთაგანი არ არის დაკონკრეტებული ვინ, თქვენ იცით რომ უფალს 12 მოციქულის გარდა ყავდა 70 მოწაფე, რომელთაგანიც იყო ერთ-ერთი მაგალითად იგივე ლუკა მოციქული, რომელსაც ახარებაც აქვს დაწერილი და უფლის თანამედროვე იყო და მისი მომსწრე იყო ყველა მისი სასაუცია გარიგებისა, რომელიც კი უფალს ჰქონდა ნათქვამი და განხორციელებული და უნდა ვივარაუდოთ რომ რომელიმე აი ამ მოციქულთაგანიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მოწაფეთ არის მოხსენიებული ეს ადამიანი, ეკითხება, ეუბნება უпроსტად ნებართვას იღებს რომ იბრძანე მე მისულათო პირველათო და დაფლოთ მამისა ჩემს, ანუ როგორ ჩანს მამა გარდაეცვალა და თან ებმება პირდაპირ იმ მომენტს რომ ანუ იმ ადამიანმა ხო უთხრა რომ გამოყვებიო შენ. ეხლა ესეც ეუბნება უკვე რა რომ აი ეუბნება რომ უფალო მე ხომ შენს მოწაფეთ მიგაჩნი ვარ, მაგრამ მოდი მომეცი უფლება რა რომ მამას დავასაფლავებ, ანუ რაღაცა ეთხოვებოდა რა, რაღაცა რამოდენიმე დღით. და მე ისევ შემოგიდგები, შენ ისევ გამოყვები და უფალი საოცარ სიტყვას პასუხობს. იესო ქვამას შენ მომდევდი მე დააცადე მკვდარნი დაფულად თვისთან მკვდართან. გაუცნაურია ხო რაღაც ძალიან კაცრად პასუხობს თითქოს ღმერთი რა რომ აცალე მკვდარნი დაფულად თვისთან მკვდართან. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია და მინდა რომ ცოტა ხანი შევჩერდი აქაც რა, იმიტომ რომ უშუალოდ უკავშირდება ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრებას რა. ჩვენ ძალიან ხშირად გონია რომ ცოცხლები ვართ. იმის გამო რომ სუნთქავთ, ჭამთ, ცვალთ, ვთქვათ რაღაცა ჩვენს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ, ვიცინეთ, გვიხარიავთ, iri ვართ და ანუ რა კი ფიზიოლოგიურად ცოცხლები ვართ, გონია რომ ცოცხლები ვართ. მაგრამ მინდა გითხრათ რომ თუ ადამიანი სულიერად ვერ აზროვნებს, თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს რომ ის სულია და არა მისი სხეული, თუ მას სხეულად მიაჩნია თავი, ამაზე ბევრჯერ მithქვამს და ახლა არ მინდა რომ თავი შეგაწყინოთ, როდესაც სარკეში იყურები, ის რასაც სარკეში ხედავ, არ უნდა გეგონოს შენი სინამდვილე და შენი რეალობა. ეს არ არის. ანუ სარკე გატყუებს შენ, სარკე შენ მხოლოდ შენ სხეულს გაჩვენებს. და შენ თავარია და მთელი სირთულეც ამას წარმოადგენს, რომ შენ სულში ჩაიხედო აი ამ შენი სხეულის მიღმა. შენვე, შენ საკუთარ თავში და აღმოაჩინო შენი ნამდვილი სახე, ვინ ახარ. შენს ფიქრებს ჩაუღრმავდე, შენს გულის თმებს ჩაუღრმავდე, შენი სულის სურათი დაინახო. შენ თუ აი ესე აზროვნებ, შენ თუ სულად მიგაჩნია შენი თავი და შენ თუ განიცდი აი ამ პასუხისგებლობას ღვთის წინაშე, ხო, ესე იგი სულიერი ხარ. და ესე იგი ცოცხალი ხარ. თუნდაც ძალიან ცოდვილი იყო, მაგრამ თუ კი შენ გაქვს სწორი ხედვა შენი საკუთარი თავისა, რომ ხარ სული, უკვდავი, ღვთისაგან შექმნილი, რომელსაც გაქვს საოცარი პასუხისგებლობა შენი შემოქმედის წინაშე და გრძნობ და განიცდი ამ პასუხისგებლობას, განიცდი შენს სოდვილიანობას ღვთის წინაშე და გაქვს სინანული და ცდილობ რომ დაძლიო ეს ამოცანა, რომელიც არის ნებისმიერ ჩვენთაგანის წინაშე, ხო? გაუმკლავდე ცოდვას და მოიპოვო სათნოება. თუ შენ აი ესე აზროვნებ, მაშინ შენ ცოცხალი ხარ. მაგრამ თუ შენ არ გახსოვს არც ცოდვა, არც მადლი შესაბამისად, ხო? არა განცდა პასუხისგებლობისა ღვთის წინაშე. შენი თავი მარტო ხორციელი არსება გონია. იკმაყოფილებ მხოლოდ ხორციელ მოთხოვნილებებს. ცხოვრობ შენი სიამოვნებისათვის. არ გახსოვს სული და არ გახსოვს ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურად ცოცხალი ხარ, ხარ მკვდარი. არაფრით არ განსხვავდები შენ ნებისმიერი ცხოველისაგან, ძაღლისაგან, ლომისაგან, ვეფხვისაგან. არანაირად არ განსხვავდები რა, იმიტომ რომ ზუსტად ისევე ცხოვრობ, როგორც ცხოვრობენ ისინი. ისინიც იკმაყოფილებენ თავიანთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, უფრო მეტსაც გეტყვით, ერთგულების უნარიც გააჩნიათ და აგერ მგლები ისე ცხოვრობენ, რომ რა ვიცი. საოცარი ცხოვრების წესი აქვთ რა, რო იცოდეთ რა. ჭიანჭველები, ფუტკრები, ბევრი რამე გვაქვს ჩვენ ადამიანებს მისაბაძი მათთან რო იცოდეთ რა. მაგრამ ისინი ხომ ცოცხლები არ არიან ღვთის წინაშე, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აი ფიზიოლოგიურ დონეზე, როგორც არის, რაც ჩადო და კოდირებულია ღვთისაგან მათში, ხო? მხოლოდ და მხოლოდ იმას აღასრულებენ მორჩილად. მათ თავისუფალი ნება არ აქვთ, ხო? და ჩვენ იმით განსხვავდებით სწორედ ცხოველებისაგან, რომ ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა უფალმა. და აი ამ თავისუფალი ნებით ჩვენ თუ არ მივიდრიკეთ ღვთისაკენ,
ჩვენ თუ არ ავირჩიეთ ღვთისადმი მორჩილება და ღვთისადმი მსახურება და ჩვენი სულის ხონება და გადარჩენა და ეს თუ არ გავიაზრეთ და არ ვაღიარეთ, რითი განსხვავდებით მაშინ ცხოველებისაგან? თუ მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურს ხედავს და წინა საუბარშიც გითხარით მე რომ მე ძალიან ხშირად მიყვარს ხოლმე აი ამ სიტყვების გახსენება ფსალმუნიდან, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ყოველთვის მამხილებელია ეს სიტყვები და მე მინდა რომ თქვენც მუდამ გახსოვდეთ. მეც მიყვარს მამაშავლასაც უყვარს და მისგანაც ბევრჯერ ხსენიათ რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ჰყო. აძვიდა იგი პირუთხთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ანუ აი სწორედ ესეთ ადამიანებზე გესაუბრებით მე, რომლებიც ვერ აანალიზებენ და აცნობიერებენ თავიანთ უმაღლეს დანიშნულებას ღვთის წინაშე და ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ აი ესე პირუთხულ დონეზე რა. ესეთი ადამიანები კიდევ ერთხელ გეუბნებით და გეუბნებით სრული პასუხისგებლები არიან მკვდრები. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურად არიან ცოცხლები. რატო გითხარით, იცით, რატო განვავრცე ეს თემა? იმიტომ რომ მინდა რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გულში ჩავიხედოთ. მე ძალიან ბევრჯერ დამიფიქსირებია ეს ჩემ თავში. აი ეს მკვდრობა, აი ეს მკვდარი მდგომარეობა და მე შეუწუხები ვარ ამას და იმიტომაც არის რომ ეს სიტყვები სულ მახსოვს და იმიტომაც არის რომ სულ ვცდილობ რომ არ ვიყო მკვდარი და ვიყო ცოცხალი. ანუ შეიძლება ადამიანი იყოს ცოცხალი, მაგრამ იყოს მკვდარი და პირიქითაც გეტყვით. არიან ადამიანები და ძალიან ბევრი, მადლობა ღმერთს, არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ წმინდანად ვაღიარებთ და ეკლესიის მიერ ოფიციალურად არიან შერაცხილი, არამედ დამიჯერეთ, რომ ბევრად მეტია ის, ვინც ეკლესიის ისტორიამ არ იცის, მაგრამ ფარულად იყვნენ ღვთის სათნოდ მცხოვრებნი, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად გარდასულნი არიან, მაგრამ არიან დღესაც ცოცხალი. იმიტომ რომ სული ცოცხლობს და არა ფიზიკური სხეული. სხეული მიწაა, რომელსაც მანამ აქვს სიცოცხლე თავის თავში, სანამ მასში ღვთის სული იმყოფება. თორე როგორც კი დატოვებს სული სხეულს, ეს მიწა ისევ მიწას უბრუნდება. ასე რომ სულით თუა ცოცხალი ადამიანი, აქაც ცოცხალია და იქაც სიცოცხლეში აგრძელებს ყოფობას. მაგრამ სულით თუ მკვდარია აქვე, იქაც მკვდარია მერე. ანუ მისი სული, აი როგორ გითხრათ რა, ვერ შემდგარია ღვთის წინაშე, ვერ იაზრებს თავის უმაღლეს დანიშნულებას. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს, აი ხედავთ უფალი როგორ ამბობს ამას, რომ ეუბნება ამ ადამიანს, რომ აცადე მკვდარნი დაფლა თვისთა მკვდართა. ნახე? მკვდრებს დააცადეო, შენ ეს მკვდრებს მიანებეო, ეგ საქმეო, რომ თავიანთი მკვდარი დამარხონ, არ მამაზე ელაპარაკება, არ დაგავიწყდეთ. მამა გარდაეცვალა კაცს. და აი მის ნათესავებს, ახლობლებს, ჭირის უფლებს, რომლებიც შეკრებილი არიან მასთან, ხო? მოიხსენიებს როგორც მკვდრებს. და შენ იმ მკვდრებს მიანდევ, ეგ საქმეო და შენზე ბევრად უკეთესად გააკეთებენო, შენზე უკეთესად იციან როგორ უნდა მოუვარონ თავიანთ მკვდარსო. ანუ ხედავთ რომ ზღვარს არავლებს უფალი რა. შენ გონია რომ მარტო მამა შენია მკვდარი, მაგრამ მე გეტყვი შენ როგორც ღმერთი რომ ისინი მკვდრები არიან. ხედავ? აი უცებ აი ერთი სიტყვით რამდენ რამეზე აფიქრებს რა. და რაც თავარია და ყველაზე არსებითია, ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ თითოეული ჩვენთაგან, იმიტომ რომ ჩვენთვის ხდება ეს ყველაფერი, ჩვენთვის დაიწერა და უამრავჯერ მithქვამს რომ უფლის სიტყვა არის მარადიული, უფლის სიტყვა არის ღვთიური, უფლის სიტყვა არის ყველასათვის ნათქვამი, დაწყებული პირველი ადამიანიდან დამთავრებული სუბოლოო ადამიანით, რომელიც კი გაჩნდება დედამიწის ზურგზე და რის შემდეგაც მე უკვე დასრულდება ქვეყნის ესეთი არსებობა, როგორიც არის და უკვე მეორე მოსვლის შემდეგ სულ სხვა რეალობაში გადავინაცვლოთ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ უფალი მათ ადამიანებს, რომლებიც სულიერი ღირებულებებით არ ცხოვრობენ, მოიხსენიებს როგორც მკვდრებს და არის ძალიან დამოფიქრებელი ჩვენთვისაც და ვიფიქროთ ხოლმე ხშირად. და ეუბნება რომ შენ მე გამომყევიო, შენ მე მომდევდიო და ისინი თავიანთ თავს მიხედავენო. ანუ ნუ დაკარგავ უქმად დროს, ნუ დაკარგავ უქმად შენ წუთისოფელს, რომელიც ისედაც ძალიან ხანმოკლეა. და ნუ გაფლანგავ აი ამ უაზრობაში რა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს შენზე უკეთ გააკეთებენ უშენოდაც. შენ მე გამომყევი. ხედავთ აქ რისთვის წირავს უფალი თითქოს ხო, რომ ეხლა ამ ადამიანს ეხლა რა დონეზე დაადანაშაულებდნენ, ხო? არც ეს ვიცი ჩვენ და ამასაც არ გვეუბნება მე სახარება,
რომ გაყვა თუ არა, მაგრამ აქ პირიქით ზუსტად ის უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, რომ ეს რა კი მოწაფეთ მოიხსენიება, რომ ეს დაემორჩილებოდა უფალს და გაყვებოდა, მაგრამ თავისთავად ისთვის გაწირა, რომ ის ყველა ახლობელი მას როგორც უბულო ადამიანს ისე მოიხსენიებდა, ხო? რომ საკუთარი მამის დაკრძალვაზე არ მოვიდა რა, არ უპატრონა საკუთარ მამას. ხედავთ როგორ არჩევანს გვიყენებს ყოველთვის ეს სუთისოფელი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის და ჩვენ ყოველთვის უნდა შეგვიძლოს რომ სწორი ნაბიჯი გადავდგათ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. დააღვიდა იგი ნავსა და მისდევდეს მოწაფენი მისნი, ანუ აქ ერთი ნაწილი მთავრდება კიდევ თხრობისა და გადავდივართ სხვა რამეზე რომ ნავზე ავიდა, ანუ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ანუ ტბასთან მიახლოებული ხდება უკვე ეს საუბარი ერთიც და მეორეც იმ წიგნობრისაც და ამ მოწაფისაც რომ მიდიან და გზაში საუბრობენ თან და გზაშივე სცემს უფალი პასუხს. მიუახლოვდნენ უკვე ტბას, ნუ ზღვად მოიხსენიება, მაგრამ რეალურად არის ის ტბა. და ავიდნენ ნავზე. დაჰაესე რა აღძვრა იყო დიდი ზღვასა შინა, ვიდრე დაფარვავდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავაცა ეძინა, ანუ მახარებელი რაღაც მომენტს ტოვებს, ანუ შევიდნენ, შეცურეს ზღვაში და როგორც ჩანს რაღაცა გარკვეული დრო გავიდა, უფალი თავისი ხურციელი ბუნებით დაღლილია და ჩაეძინა ნავში. და ამ დროს ამოვარდა ქარი. ანუ ესეც უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, როდესაც შედიან ზღვაში, მანამდე წყნარია ეს ზღვა. და იმიტომაც შევიდნენ, ხო, იმიტომ რომ აღელვებულში ეხლა ესენი არ შევიდოდნენ. მაგრამ ხედავთ ღმერთმა დაუშვა, რომ ეს ზღვა აღელვებულიყო. დაუშვა, რომ თავისი ხორციელი ბუნებით ჩაზინებოდა. და რატომ დაუშვა, ეხლა ნახავთ ჩვენ. და ისეთი ღელვა ატყდაო, რომ დაინთქმებოდაო უკვე ეს ნავიო რა, ანუ ნავში ასხავდა ამ წყალს რა. უფალს ზინავს. უცნაურია, ხო? ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ რა ხდება მოციქულების გულში, ხო? ანუ აი მათში ესესა, ეს რწმენა იღვიძებს, ლიერდება, მათ უკვე სასწაულები იხილეს უფლის არ დაგავიწყდეთ თქვენ. და ეხლა ჩვენ უბრალოდ სამწუხაროდ ვერ მიმოვიხილავთ ოთხივე სახარებას, უბრალოდ მე რაც მახსენდება, იმას ჩაურთავ ხოლმე. იმიტომ რომ ქრონოლოგიურად აქ უკვე მომხდარია რაღაც გარკვეული სასწაულები. აქ უკვე მომხდარია ის პირველი სასწაული, რომელზეც იოანე მოციქული, იოანე მახარებელი მოგვითხრობს, როდესაც უფალმა კანას გალილეაში, სვიმონ კანანელის ქორწილში მინდა გითხრათ, წყალი აქცია ღვინოთ. ეს იყო პირველი სასწაული, რომელიც მოახდინა მან, ამაზე იოანე მოციქული გვეუბნება, ეს იქნა დასაბამად სასწაულთა იესო, ანუ პირველი სასწაული და მან დედის ხათრით და დედის სიყვარულით მოახდინა ეს სასწაული. ანუ ეს ნანახი აქვს მოციქულებს. ნანახი აქვს უამრავი კურნება უფლის ხელიდან უკვე აგერ სულ ახლა ხანს, ხო? მოსვენილი აქვს მისი ღვთაებრივი ქადაგებები. და უკვე აი ის არის რომ რა თან უხარიათ ბედნიერები არიან, მიატოვეს ყველაფერი და მზად არიან რომ მას გაყვნენ ყველგან. იმიტომ რომ სიცოცხლის სიტყვა მოდის ამ ადამიანიდან. უფლისგან და მზად არიან რომ ოღონდაც ეს სიტყვა ისმინონ და ყველგან შიმშილზე მზად არიან, ტკივილზე მზად არიან, დაღლაზე მზად არიან, ყველაფერზე აბსოლუტურად უსახლკარო ოღონდ უფალთან იყო. და ესე გახარებულები, გაბედნიერებულები, მხიარულები ადიან ნავზე და უცებ მოდის განსაცდელი. რაც შეეხება განსაცდელს, განსაცდელი ყოველთვის ჩვენი საკუთრებელია, მინდა იცოდეთ ხალხო. ყოველთვის. იმიტომ რომ ღვთის განგების გარეშე არ ეშვება არც ერთ ადამიანზე განსაცდელი რა. ყოველთვის არის ღვთის საოცარი განგებულები, უფალი პირდაპირ ამოს რომ ერთი ღერით მაც კი არ ჩამოვდეო თქვენი თავიდანო, ჩემი განგების გარეშე. მოუხდეს მას მოწაფენი მის ნეხაუღლე. მაშინვე აღმოჩნდა, ანუ უმალ დაანახა უფალმა მოციქულებს თავიანთი რეალური სახე, ანუ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროს მოციქულებს უკვე რაღაცა გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ საკუთარ თავზეც კი. ის კი არა რომ ეხლა უფალს ხოლმე ეხლა უკვე გძნობენ, მაგრამ უყურე ეხლა რა ხდება? უკვე რაღაცა პერიოდი გავიდა, ქრისტემ დაიწყო ქადაგება, ახდენ სასწაულებს. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქრისტეთი, აგერ მიდის ვიღაცა, რომელსაც უფალი უკან აბრუნებს, ანუ
უფალი არჩევს ადამიანებს, უფალი ყველას არ იმეგობრებს, ყველას არ ეძახის მოწაფეს. ეხლა უცებ გამოირჩია 12 ადამიანი, ხო? და ეხლა მოდი ჩავიხედოთ ჩვენ ამ 12 ადამიანის გულში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ იმ ნიშნით გამოირჩია უფალმა, რომ მათში იყო ჭეშმარიტების ძიების სურვილი, მიუხედავად ამისა, ისინი არიან ჯერ სულიერად ძალიან პატარები, ხო? და გაზრდა საჭიროებენ. და მთელი 3 წელიწადი უფალი ზრდის მათ ამ ყოველდღიურ ურთიერთობაში შემდგომ. და მათ როგორ ჩანს გაუჩნდათ გულში უკვე რაღაცა წარმოდგენა საკუთარ თავზე. ამ პარტავნების ჭია შეეპარათ უკვე, რომ ვა, რაღაცა ჩვენ შემთხვევით ხო არ გამოგვიჩია უფალმა, არა, ჩვენ სულ უფალთან ერთად ვართ უკვე, როგორ ჩანს რაღაც შინაგანად ამაყობდნენ, ტრაბახობდნენ ამით, რომ სულ ქრისტეს დაყვებოდნენ. აგერ სწორედ ესენი არიან, მის ნავზეც კი მასთან ერთად არიან, ყველგან მასთან ერთად არიან, ხედავთ? როგორ ჩანს შეუძვათ ამ პარტავნების ჭია, როგორ ჩანს უკვე რაღაცად წარმოედგინეს საკუთარი თავი. და უფალი უცებ ამდაბლებს მათ. უცებ აჩვენებს თავიანთ უწყლობებას და თავიანთ სიმცირეს. და ესე იქცევა ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანთან, ჩემო ძვირფასებო, მე მინდა იცოდეთ ეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქრისტე ხორციელად აღარ არის ჩვენთან და 2000 წელზე მეტია, რომ უკვე ხორციელად ამაღლებულია და აღამაღლა მან ადამიანური ბუნებაც, უკვე უხრწნელებაში მყოფი, იმიტომ რომ აღდგა იგი უკვე უხრწნელი ბუნებით, ხო? დრეთით, ხო და მიუხედავად ამისა, მან მოგვივლინა სული ნუგეშინისმელი და თვითონ მუდამ ჩვენთან არის. და ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწავლოთ ხოლმე დანახვა. აუცილებელი არ არის, რომ ქრისტე იყოს ხორციელად ჩვენთან ერთად. მისი სულის შეგრძნება უნდა ვისწავლოთ. მისი შეგრძნება უნდა ვისწავლოთ და სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ეს განსაცდელები. როგორც კი ჩვენ რაღაცა გვეგონება ჩვენი თავი, უფალი მაშინ გვამდაბლებს. ეს არის სიყვარული მისი საოცარი, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ვერ გავიზრდებით. ორჯერ მithქვამსა კიდე გაგიმეორებთ, რომ დალხემილ მდგომარეობაში გაზრდილი ადამიანი მეჯერ არ მინახავს. ნებისმიერი ადამიანი სულიერად იზრდება ტკივილებში. აი ეს ტკივილი გზრდის და ეს ტკივილია სწორედ განსაცდელი, ღვთისაგან დაშვებული. მაგრამ ღმერთს კი არ სიამოვნებს შენ რო გტკივა, მაგრამ სხვანაირად ვერ გაიზრდები. და ღმერთს არ უნდა რომ შენ ჯუჯა დარჩე სულიერად, ღმერთს უნდა რომ შენ გაიზარდო. და ამიტომ მოაქვს ეს განსაცდელი. უშვებს ამ განსაცდელს იმისათვის რომ აი ამ განსაცდელში როგორც ცეცხლში დაიწვა შენი პატიმოყვარეობა, შენი ეგოისტური თამოყვარეობა, შენი ამპარტავნება და დარჩეს ის რაც ჭეშმარიტია და კეთილია, მორჩილი სიყვარული ღვთისადმი. მაგრამ ამას დრო უნდა და ამას უნდა ის სწორედ ეს განსაცდელების ცეცხლი იმისათვის რომ ადამიანი ცხონდეს და გადარჩეს. ესე ხდება ამ შემთხვევაშიც. უფალი უშვებს რომ მოხდეს ეს საოცარი ღელვა, რომ შეეშინდეთ მოციქულებს და დაინახონ თავიანთი მცირედ მორწმუნეობა. ანუ აქამდე რომ ეგონათ უკვე რომ ლამის ქრისტეს მაგაცები ეგონათ თავი, იმიტომ რომ ეხლა თან ხორციელად უყურებდნენ, ხო, მას და ხორციელად ისიც მაცავით ჭამდა, მაცავით სვამდა, ხო, მაცავით იღლებოდა, მათი ასაკის იყო, ბევრზე უმცროსი იყო, მაგალითად იგივე პეტრეს და ანდრია მოციქულებზე, ხო? გაცილებით უფროსნი იყვნენ ისინი ვიდრე ქრისტე ასაკით, ხო? და ზოგიერთი შეიძლება რაღაც მომენტში თავს აჭარბებდა კიდევ, უცებ დაალაგა ყველაფერი თავის ადგილზე, უცებ დაამდაბლა. და აჩვენა მათი შინაგანი სიმცირე. ნახე, შეშინებულები მირბიან. სიკვდილის შიში, აი როგორი ოხერია რა. შეეშინდათ რომ დაღუპულიყვნენ და უცებ გამოჩნდა მათი რწმენა რა, სინამდვილეში რა მცირე იყო და რა პატარა იყო. მოუხდეს მოწაფენი მისინ და აღადგინეს, იგი გააღვიძეს. გამიგე? და ეტყოდეს, უფალო, მიხსენ ჩვენ რამო თუ წარწყდებით. გადაგვარჩინეო რა, ვიღუპებითო რა, ეხა წარმოიდგინეთ უბრალოდ, აი რა, როგორი სიპატარავე გამოჩნდა მათი. თუ იღუპები, უფალთან ერთად იღუპები, ხო? რისი გეშინია? თუ შენ მას უფლად აღიარებ, თუ შენ აღიარებ, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს. აცალე რა, იმან ხო უკეთ იცის, გადასარჩენი ხარ, არა ხარ. და თუ იღუპები, დაიღუპე იმასთან ერთად რა, თუ ის შენი უფალია, თუ შენ მართლა გიყვარს. მაგრამ არა, მივიდნენ და გააღვიძეს. იქნება რადონის, იქნება სულ 5 წუთის ჩაძინებული იყო, იქნება როგორი დაღლილი იყო. მაგრამ არა, უფალს კი არ უთხილდებია. საკუთარი თავი ადარდებთ რა, იღუპებიან, იხჩობიან და ვაიმე, უიმე და მიდიან და აღვიძებენ. ვიშველეო, იღუპებითო და შენ კიდე გძინავთო და ის კი არა რომ არ ეწოდებათ.
რაზეც კი მოსდით გულში რომ იმას ზინავს და ესე იღუპებიან. რა გაძინებსო, როცა ესეთი ღელვაა ეს გულში ესე ხდება. დამიჯერეთ. უბრალოდ ხე ესე აღარ არის გადმოსებული. ჩვენო აქ ვიღუპებითო და შენ გგზინავსო, კაცო, მოდი გადაგვარჩინეო რა. ან როგორ მაინტერესებს რა წარმოედგინათ, როგორ გადაარჩენდა მათ უფალი. აი როგორ უნდა მაგრამ აი ხედავთ, აი გაჭირებულ ადამიანს რომ მაშინ ღმერთო მიშველი ამოსკდება ხოლმე გულიდან. ეგეთი რაღაცა ხდება რა. გაუცნობიერება. თუ შენნაირი ადამიანი გონია, როგორ უნდა გადაგარჩინოს? შუაგულ ზღვაში ხარ და ზღვა ღელავს, ხო? მაგრამ რაღაცნაირად მაინც იმედი გაქვს რა და აი იქით მიდიხარ რა. და ის რომ მათ ვერ წარმოედგინათ, ამაზე მეტყველებს მე უკვე შემდეგი ფაქტი რაც მოხდება, ხო? ანუ ვერ წარმოედგინოთ ესეთი სახით გადარჩენა, რაღაც სხვანაირ, აი ვერც კი ვერაფერსაც ვერ ფიქრობდეთ. უბრალოდ აი ღმერთო მიშველი ამოხდათ რა. და თავად მან თქვა მათ რა ისა შეშინდით მცირედ მორწმუნენო, ხედავთ? აი ზუსტად იმ ტკივნეულ ადგილზე უჩქმიდა უფალმა რა. დაანახა მცირედ მორწმუნენო, ურწმუნონო არ ეუბნება. მცირედ მორწმუნენო, ანუ ჯერ თქვენი რწმენა ძალიან მცირეა ეუბნება. და ნუ აგივარდათ რაღაცები თავში, ჯერ თქვენ ძალიან პატარები ხართ. ჯერ უნდა გაიზარდოთ და დიდი გზა გაქვთ წინ, სანამ უკვე გახდებით ღირსი რომ მიიღოთ, გახდეთ ჭურჭელნი სულისაწმინისა, როდესაც უკვე იქადაგებთ თქვენ და მზად იქნებით რომ ჩემთვის თავის დაასდოთ, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ახართ აქედან. და ჯერ თქვენი რწმენა ძალიან მცირეა. რასაც შეშინდით მცირედ მორწმუნენო, ხედავ? ეხლა თითქოს უადგილოა უფლის საყვედური, ხო, რომ ეხლა ადამიანურად მართლა შეეშინდათ, კაცო, ეხლა იღუპებოდნენ, მაგრამ აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ უფალმა კარგად იცოდა, რომ გულის სიღრმეში მათ რატომაც გააღვიძეს ის, იმიტომ რომ მისი როგორც ზე ადამიანისას ჯერად შეიძლება ჯერ ბოლომდე ღმერთად ისე ვერ აღიარებენ, როგორც საჭიროა მიუხედავად იმისა, რომ უფალს ეძახიან, მაგრამ ჯერად რომ მას შეუძლია რაღაცა ისეთი გააკეთოს, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. ამიტომაც უფალი ზუსტად იმ წერტილში აჭერს ფეხს, სადაც მათ ტკივათ და სადაც მათ უჭირთ, რომ თქვენი რწმენა მცირე, თორე ჩემი გაღვიძება არ დაგჭირდებოდა. და თქვენც იგივეს გააკეთებდით, რაც მე ახლა უნდა გავაკეთოთ. რას აკეთებს უფალი? აღდგა, შერისხნა ქართამად და ზღვასა და იქმნა მეხსეულად დაყუდება დიდი. აი, სიტყვა მეხსეულადს აქვს ამ შემთხვევაში ძალიან გამსაზღვრელი მნიშვნელობა. ანუ ადგაო, აი ქრონოლოგიურად როგორ ხდება. არ საყვედურობს, ისა არ ჩქარობს ჯერ იმ ზღვის დაწყნარებას. ჯერ ამაც საყვედურობს რა, მშვიდად, წყნარად. რამ შეგაშინათ თქო, ცირედ მორწმუნეებო და მერე მიუბრუნდება ზღვას და შერისხნაო. გაუბრაზდა ზღვას, აბა ეხავე დაწნარდიო და იქმნა მეხსეულად დაყუდება დიდიო. ანუ ხა თქვენ აი მოდი ფიზიკურად წარმოვიდგინოთ, ხო? რა საოცარია ეს, რომ ზღვა ხო ყველას გინახავთ, რომელიც ღელავს და ბობუქრობს და ძალიან ისეთია რა, საშიში ხო, რომ ეხა რა ვიცი, თოლიებსაც ეშინეთ ხანდახან ეხა იმის ტალღების დაფრენა, აი ძალიან რო ღელავს, აი ესეთ ზღვაში წარმოგიხართ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცებ წამიერად დამშვიდა და დაწყნარდა. აი როგორც რაღაცა მულტფილმში და რაღაცა კინოში რო წარმოვიდგინოთ, რომ ღელვარე ზღვა, რომელიც ბობოქრობს, უცებ დაწყნარდა, როგორც რა ვიცი რა, აუზის წყალი რა და იქ უნდა მეხსეულად დაყუდება დიდი. დაყუდება ანუ დაწყნარება, დამშვიდება. ქარით შეწყდა, ღელვად შეწყდა და უცებ დაწყნარდა ამინდი მომენტალურად. ანუ ეხლა რო გასულიყო რაღაცა დრო და ნელ-ნელა მიწნარებულიყო ქარი, ნელ-ნელა დაკლebulიყო ღელვა, ესეც ხო გადარჩებოდნენ არა? მაგრამ არა, უფალს უნდა აჩვენოს მისი ხელმწიფება. და ამიტომაც აკეთებს ამას, რომ აჩვენებს მოციქულებს, რომ მე მაქვს ხელმწიფება, რომ ეს ყველაფერი ესე დაუწამ, ჯერ ეს ერთი მომენტი და მეორეც რომ ეუბნება, რომ იმიტომაც საყვედუროს მცირედ მორწმუნეობას, რომ როგორც გითხარით, ეუბნება, რომ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ, რომ ეს გააკეთოთ. თქვენში რო რწმენა იყოს, იმდენი რამდენიც საჭიროა. თქვენს თხოვდით უფალს და უფალი შეძლებდა და დააწყნარებდა, იმიტომ რომ მისია, მისი შექმნილია. ხედავთ?
ხოლო კაცთა მათ უკვირდა და იტყოდეს. ეხედავ, ეხლა როგორ მოიხსენიებს მოციქულები, კაცთა მათ როგორც მოწაფეებს კი არა. ესენი ეხლა უკვე ჩვეულებრივი კაცების კატეგორიაში გადიან რა, როდესაც უკვე შეირყნენ თავიანთ რწმენაში რა. არ წერს მოწაფეთა მათო, კაცთა მათ უკვირდათ და იტყოდესო. რაბამ ვინმე არს ესე რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერთში არ მასო. ეს ვინ არის რომ ქარების ემორჩილებია და ზღვაც ემორჩილებაა მასო. გაუცებულები არის კაცნი იგი, რომელთაც ჯერ ბევრი უკლიათ მოციქულობამდე და თავი კი ეგონათ უკვე მოციქულები და მოწაფეები, მაგრამ ჯერ როგორ ჩვეულებრივი კაცები ისე არიან. ხედავთ როგორ გაუკვირდა. და რატო გაუკვირდათ? ეგენი არ იყვნენ რომ ნახე წყალი ღვინოს როგორ გადაარცია? ესენი არ იყვნენ რომ მოისმინეს უფლის კადაგა, ესენი არ იყვნენ რომ უამრავი ყურნება ნახეს უფლის ხელიდან გამოსული, სულ ახლა ხანს. მაგრამ ეს უკვე რაღაცა ცოტა სხვა რამეა რა. ეს უფრო მეტი სასწაულია უკვე მათთვის რომ ამ ადამიანს აღმოაჩინეს უკვე რომ არა მხოლოდ თქვათ რაღაცა წყლის ღვინოდ გადაქცევა შეუძლია, არამედ ბუნების სტიქიებიც კი ემორჩილებია. აი რა საოცრებაა ხო? ანუ მათი რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ უფრო მეტი შიში, უფრო მეტი კრძალვა გაუჩნდათ უფლის მიმართ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უფალი რატომ აკეთებს? რომ ნელ-ნელად როთა განმავლობაში მოციქულები რწმენაში გაიზარდონ და გაძლიერდნენ. და რა გულდასაწყვეტია და რა საოცარია და რა დამაფიქრებელია ჩვენთვის რომ აი ჩვენ ნახავთ მე მომავალ თავებში კიდევ რამდენი საოცრება ხდება, რამდენი სასწაულის მონსტრები იქნებიან მოციქულები, 3 წელი მასთან ერთად აღამებენ და ათენებენ, მასთან ერთად ცხოვრობენ და ესეთი მოციქულები ბოლოს რომ ისევ სიკვდილის შიშის გამო იფანტებიან ყველანი რა, როდესაც ქრისტე შეიპყრობენ. ერთადერთი მოციქული, რომელიც ერთგულებს მას ეს არის იოანე მოციქული. რომელსაც სიკვდილის არ შეეშინდა. და რომელიც პეტრესავი თავს არ გამოიდებს, რომ უფალო მე შენთან ერთად ვიქნებიო სადაც ახვალ. და მზათავა რომ შენი გულისაც თავი გავწირო. და პეტრე მარტო თავისას კი არ ამბობდა. პეტრე უბრალოდ ფიცხი იყო, ბუნები და ყველა მოციქულის სათქმელს გამოხატავდა. არა იოანე მოციქული არ ეწერა მოციქულებში. იოანე მოციქული ყოველთვის თავის სიმშვიდით, თავის სიმდაბლით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უმცროსია. აი ხატებზე თუ გინახავთ ხო, სადაც საიდუმლო სერობა გამოისახება, თუ დაკვირვები ხართ იოანე მოციქული უწვერული გამოისახება. იმიტომ რომ ყველაზე ახალგაზრდა იყო, ჭაბუკი იყო. მაგრამ მიუხედავად მისი სიჭაბუკისა, მასში იყო შინაგანი სულიერი სიბრძნე და სიდიდე. რომლითაც ის აღმატებული იყო ყველა სხვა მოციქულზე. ეს რომ ესე იყო, დასტურდება იმითაც, რომ სწორედ ის არის, ვინც ახერხებს რომ დაძლევს სიკვდილის შიში და ბოლომდე ჯვართან იდგეს ბოლო მომენტამდე. და ამის გამო იღებს საოცარ საჩუქარს ღვთისაგან. ეჰა დედა შენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელსაც ერთადერთი მხოლოდშობილი ძე ყავდა, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ეუბნება რომ აი დედა შენი. ხედა ამაზე დიდი მე რა ვიცი, დაფიქრებაც კი მიჭირს და გუნებაში გავლებაც კი მიჭირს ამ ყველაფრისა, რამხელა საჩუქრის, რამხელა ჯილდოს ღირსი გახდა იოანე მოციქული თავისი თავდადებული სიყვარულის გამო უფლისადმი. რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩააბარა მას როგორც დედა და დედას ეუბნება ეჰა ძე შენი. ეს არის ის ადამიანი, რომელიც შენ ბოლომდე გიერდგულებს და გიპატრონებს, იმიტომ რომ მე მიერთგულა. აი ძე შენი. დანარჩენ მოციქულებზე არ ეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დანარჩენი მოციქულებიც ძალიან უყვარდა, რა თქმა უნდა. და მოციქულებსაც ძალიან უყვარდა თავიანთი თავებრივი მოძღვრის დედა, მაგრამ მათზე არ ეუბნება, იოანეზე ეუბნება და სწორედ ქრისტეს იმ დღიდან სწორედ ჯვარცმის მერე და განსაკუთრებით უკვე ამაღლების მერე, ვიდრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებამდე, ყოვლადწმინდა დედა ღვთისა ცხოვრობდა იოანე მოციქულთან ერთად. ეფესოში, რომლის სახლსაც დღესაც გაჩვენებენ თურქეთში თუ ჩახვალ თქვენ ეფესოში. ძალიან პატარა ის არის სახლი, სადაც ცხოვრობდნენ იოანე მოციქული და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და სწორედ იოანე იყო ის, რომელმაც შეძლო ბოლომდე უერთგულა თავისი სიყვარული. თორე დანარჩენი მოციქულები, რას ლაპარაკობ? ჩვენ გიერგულებთ, მაგრამ აი ხედავთ, აი რატო გავამახვილე ყურადღება, რომ რა უცნაურია და რა გულდასაწყვეტია შემდგომ აღმდგარი უფალი უკვე საყვედურობს მათ.
მიუხედავად იმისა, რომ სულ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეუბნება, განცხადებულად ეუბნება უკვე თავის ჯვარსმაზე, რომ ეს არის მოსალოდნელი, რომ უნდა ჯვარს ეცვას, რომ უკეთური ადამიანების მიერ იქნება შეპყრობილი, შურის გამო დაასდებენ მას ცილს, დააბრალებენ თვითმარქვიობას, გაიმეტებენ სასიკვდილო, დასცინებენ, აყვედრიან, მაგრამ აძლიერებს და ეუბნება, რომ ნუ გეშინიათ, მე მოვკვდები, მაგრამ მე ავდგები. ყველაფერი ნანახი აქვს, საოცარი სასწაულები აქვს, ნანახი მოციქულებს, მოსმენილი აქვს მისი საოცარი ხადაგები, მაინც. და რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ დღეს, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალი დამოწაფებულნი არიან მასთან. როგორ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ მათი მცირედ მორწმუნეობა და რა თქმა უნდა თქვენ ნურასოდეს გულში ოდნავადაც ნუ განიკითხავთ მათ, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვიაზროთ თავი მათ ადგილზე. და ჩვენც იგივე ვიქნებოდით დამერწმუნდით. ზუსტად ისევე შევირყეოდით რწმენაში, ზუსტად იგივე ბრძოლები დაგვიწყებოდა ჩვენს. ზუსტად ისე დავიბნეოდით და დავიკარგებოდით, ზუსტად ისე გავაღვიძებდით უფალ სიკვდილის შიშით, რომ არ იქა ვიხსენი გადაგვარჩინე. და ისევე გვისაყვედურებდა უფალი გზის მორწმუნეობას ჩვენსას. და მე ჩვენს გაგვიკვირდებოდა, რომ ვა რა მაგარი ვინმეა, რომ უნების სტიქიებიც ემორჩილებიან, მაგრამ აი ესე ნელ-ნელა თანდათანობით ხდება მათი ზრდა რწმენაში და მიაქციეთ ყურადღება ღმერთის სიყვარულს და ღმერთის საოცარ მოთმინებას ჩვენს მიმართ. და მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ღმერთმა თითოეული ჩვენთაგანის გული იცის. ჩვენ ადამიანები მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთთან ურთიერთობაში კარგი მხარით წარმოვჩინდეთ, ხო? და ჩვენს ცოდვებს, ჩვენს სიბინძურეს, ჩვენს სიბილწეს, რომელიც ჩვენს გონებაში და გულში ტრიალებს, არასოდეს გასექანს არ ვაძლევთ, რომ გარეთ გამოვიდეს, ხო? ამას ვაკეთებთ ხოლმე და მხოლოდ სულიერ მოძღვართან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეხლა სულიერ მოძღვარი გაგიგებს, არ დაბტოლდება, ეს არის ადამიანი, რომელთანაც უნდა თქვა და რომელთანაც უნდა დაიცალო, აღიარო შენი ცოდვები და შეგინდოს. ამიტომაც დამალა ღმერთმა, ხო, გონების აზრები ჩვენი ერთმანეთისაგან, ჩვენ არ ეხლა თითოეული თქვენთაგანი მისმენთ მე, ხო, მაგრამ მე არ ვიცი თქვენ გონებაში რა ტრიალებს. არც მაინტერესებს ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიცოდე. ალბათ გავგიჟდებოდი და ალბათ ყველა ადამიანი გაგიჟდებოდა, რომ იცოდეს აი ეს რახობი, რომ ესმოდეთ ერთმანეთის ადამიანებს რა. ეს ჩვენს ძალებს აღემატება და ამიტომაც დაფარა უფალმა ეს ჩვენგან. მაგრამ ღმერთმა ხო ყველაფერი იცის. და თქვენ წარმოიდგინეთ ღმერთს, რომ ჩვენი ფიქრებიან, ჩვენი სიბილწეებიან, ჩვენი საზიზღრობებიანად რო უყვარვათ, რა ჩვენში დუღს და ტრიალებს, და რა ჩვენ გვიყვარს და გვეძვირფასება და ვერ ველებით მთელი ცხოვრების განმავლობაში. აი როგორი საოცარია ღმერთის სიყვარული ჩვენს მიმართ. განვაგრძოთ თხრობა, რას გვეტყვის მათე მოციქულები. დაწყნარდა ზღვა, განაგრძეს გზა, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოციქულები, შეცხვენილები, მონუსხულები, შეშინებულების ხედან უკვე ნავში, იმიტომ რომ რაღაც საოცრება იხილეს. გაოცებულები შეყურებენ უფალს. უფალი მშვიდად დაჯდა და გააგრძელეს გზა. დავით არცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელ სამას გერგესეველთასა. ლუკა მახარებელი ამ სოფელს უწოდებს ღადარინელთა სოფელს. ნუ მინდა გითხრათ, რომ არ დაიბნეთ ერთი და იგივე ადგილზეა ლაპარაკი, ანუ გერგესეველთა სოფელსაც ეძახდნენ და ღადარინელთა სოფელსაც ეძახდნენ. მივიდნენ ზღვით, მოკლედ ამ ადგილზე რა, ამ სოფელში. შემთხვივნეს მას ორნი ეშმაკეული. ლუკა მახარებელი გვეუბნება, რომ იყო ერთი ეშმაკეული, მაგრამ როგორც განმარტებლები გვეუბნებიან, ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ზოგადად მოციქულები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ. და ლუკა მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომელიც წამყვანი იყო ამ ორ ეშმაკეულში, რომლიცაც ყველაზე მეტად ეშინოდა, რომელიც გაცილებით აგრესიული იყო ვიდრე მეორე. ორი ეშმაკეული შეხვდება უფალს, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან ფრიად ბოროტნი. ლუკა მახარებელი დაუმატებს, რომ არათუ გამოვიდოდეს, არამედ ცხოვრობდენო საფლავებშიო. საფლავებზე ცხოვრობდნენ, რა, სასაფლაოზე ცხოვრობდნენ და ესეც ეშმაკის ხრიკია, ხო, ერთგვარი, იმიტომ რომ ეშმაკმა რო იცის, რომ ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილისა ეშინია, მე ამაზე თქვენთან ვისაუბრე, რომ ნებისმიერი ადამიანური ხორციელი შიში საბოლოო ჯამში
თავს იყრის სიკვდილის შიში, იმიტომ რომ სიკვდილის ეშინია ადამიანს ყველაზე მეტად და ამიტომაც ეშმაკმა ეს ხო იცის გადასარევად და ეს შეპყრობილი, ბოროტისეული ადამიანები დაასახლა სწორედ საფლავებში. იქ, სასაფლაოზე, რომ აი ამით კიდევ უფრო მეტად გაემძაფრებინა ეს შიში მოსახლეობაში რა. და საფლავებიდან გამოვიდა ორი ეშმაკეული, რომელსაც მთელ სოფელს ეშინოდა. წარმოიდგინეთ ეხლა ორი ვიღაცა ტიპი, რომლებიც ცხოვრობენ საფლავებზე, დადიან შიშვლები, შემოძარცული აქვთ ეს ტანსაცმელი, ყველას აშინებენ, ხო, შემზარავია, ხო, რაღაცა ესეთი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს გავს, ხო? ზოგს ღამე გამოუხტებოდნენ, ზოგს დღე, ну, ალბათ უფრო ღამე აქტიურობდნენ, ხო? და ყველას ეშინოდა ღამე ალბათ შიშით კარებს ვერ აღებდნენ, იმიტომ რომ ისინი უშიშრად დაბოდიალობდნენ რა, მთელი ღამე და ეგ ქონდათ ზუსტად რა, ეშმაკისაგან დავალებული რომ ხალხი დაეშინებინათ. ამას ახლა განგებ გიმახვილებთ ყურადღებას, რომ რამდენად არასასურველი მოვლენები იყვნენ ეს ადამიანები, ეს ეშმაკეულები იმ სოფლის მკვიდრთათვის რა. რომ დაღლილები და დატანჯულები იყვნენ იმათით რა. ვიდრეღა ვერვის ხელეწიფებოდა წარსვლა მიერ გზით, ანუ იმ გზაზე გავლა ყველას ეშინოდაო, სადაც ესენი ცხოვრობდნენ. დღისითაც კი იმიტომ რომ უცებ რომ გამოვარდნილიყვნენ ისინი, ну, ალბათ რაღაცა სასიკვდილო საფრთხესაც უქმნიდნენ, უნდა ვივარაუდოთ ჩვენ. იმიტომ რომ ზოგადად ეშმაკეულ ადამიანს ბოროტი აძლევს ძალიან დიდ ძალას. ისე რომ აი ძალიან ძნელია მისი მორევა რა, ფიზიკურად. და ღაღა ტყვეს და იტყოდეს. ეხლა საოცარი რამე ხდება რა, ესე იგი ეშმაკეულები, რომლებიცაც ყველას ეშინი, ანუ კიდევ მორიგი სასწაული ხდება. თან თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ როგორი თანმიმდევრულია უფალი, როგორ ნელ-ნელა ზრდის მოციქულებს, ანუ გააძლიერა უკვე იქ ზღვაში. ღმერთმა ხო იცის, რომ ეხა იქ ისინი შეხვდებიან რა, ანუ თანმიმდევრულად ესე ხდება. გააძლიერა უკვე წინასწარ უფალმა ისინი, რომ აი ამ სასწაულის მომსწრეც უნდა გახდნენ. ანუ ეს ბევრად უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე ზღვის დაყუდება. ამით ამასაც ეუბნება უფალი მოციქულებს, რომ თქვენ ზღვა გაგიკვირდათ რომ გავაჩერე, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდი რამ არის. იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ღმერთისთვის ეუბნება უფალი მათ, ოღონდ ეს ისე ხდება საიდუმლოდ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ღირებულია თითოეული ადამიანი, თუნდაც ერთი ადამიანის სული, რომლის განკურნებასაც ვაპირებ ახლა მე. ეს ეშმაკეულები, რომლებიცაც ყველას ეშინოდა, მიდიან უფალთან და ეუბნებიან. ღაღა ტყვეს და იტყოდეს, ანუ შეღაღადეს, ხმამაღლა ეუბნებიან უფალს. რა იძეს ჩვენი და შენი იესო ზეო ღმრთისაო. ნახეთ რა უცნაურია. ეშმაკები, ანუ მათი პირით უკვე ბოროტი მეტყველებდა, ხო, ეშმაკი მეტყველებდა. აღიარებენ მას როგორც ძეს ღვთისას. და უფალი უშვებს ამას, რომ აღიარუნდა ეს მოციქულებმა მოისმინონ. მიაქციეთ ყურადღება. პირველად ნახეს იმ ეშმაკეულებმა იესო. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაგონილიც არ ქონდათ, იმიტომ რომ ისინი ხო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არ იყვნენ. ისინი ცალკე ცხოვრობდნენ. ეშმაკეულები არიან. მათთან არავის არ მიუტანია ეს ინფორმაცია, რომ ვიღაცა არის იესო, რომელიც ასწავლებს ახდენს. არა, ისინი თავიანთ ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი შეურაცხადები არიან. ისინი შეპყრობილი არიან, მათი ნება ბოლომდე აქვს დამონებული ბოროტს. და ესეთი ადამიანები იესოს სახელით მიმართავენ. ანუ ამით მოციქულები პირდაპირ ხვდებიან, რომ მათი პირით ბოროტი ღაღადებს. რა იძეს ჩვენი და შენი იესო ძეო დავითისაო. ძეო თუ ღვთისაო, გაცრავად? ძეო ღვთისაო. ღვთის ძეთ აღიარებენ და უშვებს უფალი ამას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს მოციქულებმა მოისმინონ. რომ ვინ არის მათი ღვთაებრივი მოძღვარი სინამდვილეში, ეს არის ძე ღმრთისა. მაგრამ მეორე მომენტში უკვე აჩერებს იმ ეშმაკებს, ანუ ერთხელ მოასმენინებს ამას მოციქულებს თვითონ ბოროტების პირით, რომ ისინიც კი აღიარებენ მას როგორც ძეს ღვთისას და შემდეგ უკვე ასე უუბნებიან, რამე თუ მოხვედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდაო.
ნაადრევად მოხოდიო ჩვენს დასატანჯათო. ხედავთ? ესე იგი ეშმაკს ცოდნია რომ უნდა დაიტანჯოს. ეშმაკს ცოდნია რომ მისი ხვედრი საუკუნო ჯოჯოხეთია. და ეშმაკი ელოდება იმ დროს, რომელსაც ჩვენთაგანი თითოეული ქრისტიანი ველოდებით, რომ როდესაც დადგება საყოველთაო განჯის დრო და განახლდება მთელი შესაქმე. და მოხდება საბოლოო განყოფა ბოროტებისა და სიკეთისა. და როდესაც უკვე აღარ ექნება ბოროტებას, თქვათ, თანაზიარობა ადამიანებთან და სიკეთესთან. დღევანდელს ხო დაშვებულია და ჩვენ კარგად ვიცით თითოეულ ჩვენთაგანმა, რომ ჩვენ გვიწევს ისეთ სამყაროში არსებობა, სადაც უფალს დაშვებული აქვს ბოროტის თანაარსებობაც, იმისათვის რომ ჩვენი ნება გამოიცადოს, გაძლიერდეს, ჩვენ გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი და ჩვენით მოვიპოვოთ ჩვენი სულის ხსნა და სასუფეველი. მაგრამ მერე უკვე მეორედ მოსulis შემდეგ ეს დასრულდება და მოხდება უკვე საბოლოო განყოფა. ანუ არანაირი შეხება უკვე ბოროტებას აღარ იქნება სიკეთესთან. და ბოროტება დაინთქმება წვდიათში და დაინთქმება უცხულში, დაიწובה ცეცხლში. ანუ განაქარვის ღმერთი ბოროტებას. მაგრამ დაშვებული აქვს თავისი ღვთაებრივი განგებულებით ზუსტად იმის გამო, რაც გითხარ. და ეს იცის კარგად ეშმაკმა. ხედავთ, როგორ ჩანს და ეუბნება, რომ დროზე ადრე რატომ მოხვედიო? ანუ ისიც იცის, რომ ჯერ არ იყო მაგისი დრო. და უკვირთ ეშმაკებს. რატომ მოვიდა? ხედავთ რა საოცარი რამე ხდება. და თან ამას ისმენენ მოციქულები. კიდევ ერთხელ გეუბნები და ეხლა ეშმაკები სულ არ ადარდებს უფალს, უბრალოდ მოციქულებისათვის დაუშვა, რომ მათ ეს სიტყვები ათქმევინა. მოხვედ უწინარე ჟამისა ტანჯვად ჩვენ და თან ეხლა ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენ მოციქულების გომარეობა, ანუ მოციქულებმა ხო კარგად იციან ესენი ვინც არიან რა. ეშმაკეულები, რომლებსაც ყველას ეშინიათ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ როდესაც მათი ნავი უახლოვდება ამ სოფელს, მოციქულებს უკვე შინაგანად შიში ეწყებათ რა, იმიტომ რომ მათ კარგად იციან რა ადგილს უახლოვდებიან. კარგად იციან რომ აქ ის ეშმაკეულები ცხოვრობენ, მაგრამ შიშით უკვე ვეღარ ეუბნევიან და კრძალვით უფალს. ამაზე არც კი შეახსენებენ რომ აქ ისინი ცხოვრობენო. რატომ? იმიტომ რომ მათ უკვე სასწაული იხილეს. და როგორც გითხარ უკვე გატრონულების ხედან ნავში შეშინებულები, გაოცებულები, აღფრთოვანებულები, აი ეს გრძნობები ერთმანეთში ირევა მათ გულში. და ელოდებიან კიდევ რაღაცა ახალ სასწაულს, იმიტომ რომ ხედავს რომ მათი ნავი სწორედ იმ ადგილს მიადგა, სადაც ეს ეშმაკეულები ცხოვრობენ. და ხდება კიდევ ერთი სასწაული, ხედავთ? ანუ უყურეთ კითხვაზე, რომელიც მათ გაუჩნდათ, როდესაც უფალმა იესუმ ქარს შერისხა და დაწნარდა ქარი და დაწნარდა ღელვა მომენტალურად და კითხვა, რომელიც მათ გაუჩნდათ, ვინ არის ესე, რომელსაც ქარნისა და ზღვა იწერჭ, ანუ ვინ და რა ბამიკაცი, ვინ არის ეს, რა საოცარი ვინმე, რომ ბუნების სტიქიებიც ემორჩილებიან, ანუ ეს კითხვა დარჩა მათში ღიად, ხო? ეშმაკებისაგან მოასმენინა პასუხი უფალმა. თვითონ კი არ პასუხობს. მათ გააცემინა პასუხი და მოასმენინა. იესო, ძეო ღვთისაო, რისთვის მოხვედი ჩვენთან ნაადრევად სატანჯავად, ხედავთ? ანუ მოისმინეს უკვე მოციქულებმა რა, ვინც არის. ხო უკვირდა დაინტერესებდათ ვინ არის ესო. ძე ყოფილა ღვთისა. ეშმაკეულებმა აღიარეს. ადამიანებმა, შეპყრობილებმა, რომელმაც პირველად იხილეს იესო, გაგონილიც კი არ ქონდათ მის შესახებ. ნახეს და აღიარეს მაშინ, რომ ძეო ღვთისაო ეუბნებიან. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს კიდევ უფრო მეტი სასწაულია, რასაც მოციქულები ხედავენ და მათი რწმენა ესე ნაბიჯ იზრდება. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაი მძოვარი. მოშორებით ღორების ჯოგი იყო, რომელიც ძოვდა ბალახს. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს, უკვე თუ გაანგვასხამ ჩვენ, მიბრძანეთ ჩვენ მისულად კოლც ამას ღორთასა. უყურეთ, ეშმაკებს ეშინიათ, ეშმაკმა გადასარევად იციან ღმერთსა ეს ხელმწიფება, რომ გამოყაროს ამ ადამიანებისაგან. და თუ ეს აგაქსო განზრახულიო და რა თქმა უნდა ისინი ხვდებიან,
რომ უფალს სწორედ ესაა განზრახული, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ ღმერთის უსაყვარლესი ქმნილებაა ადამიანი. და ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანები აი ესე იტანჯებოდნენ, ანუ ის დროებით იყო დაშვებული ღვთისაგან. იმისათვის, რომ ღმერთის სასწაული განცხადებული იყო და იმისათვის, რა თქმა უნდა, თვითონ იმ ადამიანებსაც ჭირდებოდათ ეს, ეხლა ეს ჩვენ არ ვიცით, მათი ისტორია, იმიტომ რომ ღმერთის განგებულება ყველას მიმართ არის უაღრესად კაცმოყვარე და უაღრესად მაცხოვნებელი. და ევედრებიან, იცოდით, რომ ეშმაკი ემტერება მხოლოდ ადამიანს, მისი სამიზნე მხოლოდ ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანია ტაძარი ღვთისა, ადამიანი არის უსაყვარლესი ქმნილება ღვთისა, ადამიანია ის, ვიზეც თქვა უფალმა, რომ ქმნეთ, კაცი ხატად და მსგავსად ჩვენთან. ადამიანისთვის შეიქმნა, ამაზე მithქვამს მე არაერთხელ ცნებებსაც როცა განვიხილავდით, მაშინაც ადამიანისთვის შეიქმნა მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ამიტომაც ეშმაკი ცდილობს, რომ ღმერთს ატკინოს აქედან, მისი უსაყვარლესი ქმნილებებიდან, მათი გზიდან აცდენით, მათი დაღუპვით. და მშვენივრად ხვდება, რომ იმისთვის მოვიდა სწორედ უფალი, რომ მათგან გამოასხას, ადამიანები გაათავისუფლოს მათგან. და ეხვეწებიან, ხვდებიან, რომ მოუწევთ დატოვება ამ ადამიანების და ეხვეწებიან, რომ თუ კი გამოყრიო ამ ადამიანებისგანო, ნება მოგვეციო, რომ აი მღორებში შევიდეთ. ანუ რაღაცა მავნებლობა მაინც უნდათ რა, რომ დაიტოვონ და ნუ ხა ისინი თავისას ცდილობენ. ეხლა მათგან რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, ხო? იმიტომ რომ ამა თუ ვერ ვავნებთ, მოდი იმათ მაინც ვავნებთ. მაგრამ გასაკვირი არის მე უკვე უფლის აქციელი. უფალი აძლევს მათ ნებას. თქვა მათ მივედით. ანუ უფალმა მისცა უფლება, რომ წასულიყვნენ ეს ლუკასაგან სახარებაში ნათქვამია იქ, რომ ეუბნებიან მოციქულები. მაპატიეთ, უფალი ეკითხება ამ ეშმაკეულს, ლუკასაგან ხო გეუბნებით, რომ ერთზეა იქ ნათქვამი და გამახვილებული ყურადღება, რომ რა ქვიაო შენ ეშმაკს ელაპარაკება და ლეგიონი მქვიაო ის პასუხობს. იმიტომ რომ ბევრნი იყვნენო, ერთი ეშმაკი არ იყო შესული, ერთ ადამიანში. უამრავი ეშმაკი იყო შესული. და ქვამათ მივედით, ანუ ესე იგი აძლევს უფლებას, რომ ეშმაკები, რომლებიც ამ ორი ადამიანიდან გამოვიდნენ, შეესიონ იმ ღორების ყოლს, ანუ მათში შევიდნენ. ეხლა ღორს რა უნდა დაუშავო, ხო? ღორს ფიზიკურად თუ წარწმინდა, ხო და მოაკვდინებ თორე ხარ. სული მას არ გააჩნია, რომ თქვათ იმის სულიერ დაღუპვაზე ვილაპარაკოთ, ხო? წარმოუდგენელია, ხა იმას ვერ ცოდვაში ჩააგდებ ღორს, ვერც მადლს ვერ გააკეთებინებ. ერთადერთი რაც შეიძლება დაუშავო, რომ ფიზიკურად დაღუპო, მოკლა, ხო? რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ ეშმაკები. ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიმართა ყოველმან კოლტმან ღორთამან კბოდეს ამას ზღვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათშინა. ანუ თელი ეს ღორების კოლტი, უამრავი ღორი იყო, ერთიანათო წავიდენო კლდისპირასო და გადაცვიდნენ ზღვაში. და მოსწყდესო, ანუ დაიხოცა ყველა ღორი. რატომ უშვებს ახლა უფალი ამას? არ ეწოდება ის ღორები, არ ეწოდება ის ადამიანები, რომლებსაც ეს ღორები ყავთ და თქვა, ეს მათი რაღაცა საარსებო წყაროა. უყურეთ რა შეასაქმე. ჯერ ერთი უფალი ამით გვაჩვენებს, რომ რამდენად ადვილია ბოროტისათვის ამდენი პირუტყვის წარწმენდა. ანუ ორ ადამიანს რა ბოროტის ებრძოდა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამდენი პირუტყვი წარეწმინდათ მათ. მეორე იმას გვაჩვენებს უფალი, რამდენად ძვირფასია მისთვის თითოეული ადამიანის სული. რომ მას არაფრად არ უღირს, თუ კი თუნდაც რაც დედამიწაზე ღორებია, სულ რო გაწყვიტოს ეშმაკმა და არა მხოლოდ ღორები. არაფრად არ უღირს უფალს ერთი ადამიანის სიცოცხლე და ერთი ადამიანის გადარჩენა სულიერად. ნუ თუნდაც ორი ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ერთზე მაქვს მელაპარაკი რა. რამდენად უყვარს ღმერთს თავისი უსაყვარლესი ქმნილება ადამიანი. და მესამე დაუშვა იმისათვის, რომ თვითონ იმ სოფლის ცხოვრებლებს საკუთარი თავი დაენახათ. საკუთარი უსუსურობა
დაენახათ და შეემჩნიათ რა. უყურეთ რა ხდება ამის შემდეგ. ხოლო მწყემსნი იგი იულტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთვის. ანუ იმ ღორებს ხო თავიანთი მწყემსები ყავდნენ. იმ მწყემსები მოესწრენ ამას ყველაფერს, შემსწრე იყვნენ აი ამ სასწაულისა. შემსწრე იყვნენ იმისა, ეხლა აქ აღარ გვეუბნება ჩვენ მათემოციკული, მაგრამ ლუკასაგან იქ ნათქვამია, რომ მე ის ეშმაკეულები ევედრებიან, რომ წამოვალ ჩვენთან გამოყვებით. იმიტომ რომ ისინი გონს მოეგნენ, ჩვეულებრივი ადამიანები გახდნენ. შეიმოსეს. იმიტომ რომ მივიდენო მე ხალხი და ნახესო ის ეშმაკეული შემოსილი იჯდაო. უკვე უფალთანო. უკა გვეუბნება მე მაგას. შემოსილიო, ჩაცმული, დამშვიდებული, დაწნარებული, როგორ წარმოედგინათ მათ. და ეს მწყემსებმა ნახეს ეს ყველაფერი. და შემდეგ ის ხალხიც რომელიც მოდიან თავიანთი ღორების ანახავადაც და იმაც ანახავადაც, ხო? ხედავენ ამ ყველაფერს. და ნახეთ საოცრება ხალხი. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რათა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. აი ეს არის მაჩვენებელი ადამიანთა უგუნურების. იხილეს ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა, ნახეს. დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად გამოჯამთელდნენ ის ეშმაკეულები, მაგრამ ნახეთ უსიყვარულობა, ნახეთ ეგოიზმი. ის კი არ უხარიათ იმის მაგივრად, რომ გახარებოდათ, რომ ეს ორი ადამიანი გადარჩა. ღმერთისთვის ამხელა სიხარული იყო, ხო, იესოსთვის, რომ ეს ორი ადამიანი გადაარჩინა. და როგორც საეკლესიო გადმოცემა გვეუბნება, შემდეგ ეს ორი ადამიანი, ეს ეშმაკეულები, ქადაგებლებიც გახდნენ და ქრისტესთვის თავის დადეს და გაწიდეს. და ეს კი არ უხარიათ მათ იმ სოფლის ცხოვრებლებს, რომ ესეთი საშიში ადამიანები ჩამოშორდნენ მათ. ანუ საშიშროება გაუქრათ, წარმოიდგინეთ, სიკვდილის დონეზე შიში ჰქონდათ მათ. რა საშიში ადამიანები ცხოვრობდნენ საფლავებში, თეილ სოფელს რო შიშის ზარს სცემდნენ, ესეთი ადამიანები არათუ ჩამოაშორა უფალმა, არამედ განკურნა, ნორმალურებად აქცია. და ეს ამხელა სასწაული კი არ ახარებს მათ და მათ გულს. არა, ღორებზე დარდობენ, რომ ღორები დაეღუპათ, ხედავ? საჭმელ სასმელის გარეშე დარჩენ და ეხლა მათ გონებაში ფიქრი წავიდა, რომ ერიხა ეს თუ ჩვენთან დარჩა ეხლა, კიდე რამდენი ეშმაკეული გვეყოლება ეხლა აქ, ხო? ჩვენ სოფელში ეხლა ყველას ეშმაკები თუ ჩვენ საქონელს შეუსია, იქ ღორებს შეუსია, აგერ ხვალე ძროხებს შეუსევს, ზექათმებს და დავჭირ ფშივრები რა. აი ხედავთ ადამიანური სისუსტე, ადამიანური უსუსურობა. აი ჩვენი ხურციელობა რა შევლინდება, ხედავთ ხო? სულიერი სიხარული კი არ ეკარებოდა მათ გულში, ორი ადამიანი გადარჩა და რა კი, ანუ ხო შეეძლოთ რომ მათ თუ ისინი სულიერები იყვნენ, ამ კუთხით ეფიქრათ რომ ვა, ამ ადამიანს ამხელა ძალა ქონია, რომ ორი ეშმაკეული განკურნა, ვიღაცა შეიძლება ავადმყოფი დაყავდა, შვილი ყავდა, დაყავდა, ძმა ყავდა, დედა ყავდა სახლში, მამა ყავდა, ხო? თვითონ იყო ავად. ის კი არ იფიქრეს რომ უფალ შეეძლო და აი ის ფიქრი კი არ მოვიდა მათ გონებაში რომ ღმერთ შეეძლო მათი განკურნება. მათი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან და მე ხო უფრო შრომის უნარიანები გახდებოდნენ, ხო უფრო მეტად შეძლებდნენ რომ თუნდაც ის რაღაცა მატერიალური დოვლათი შეექმნათ, ხო? აი თუნდაც ამ კუთხით რომ შეეხედათ. გაუკვირდათ რომ რაღაცა საოცარი, რა თქმა უნდა ეს თალსახა იყო რომ გაუკვირდათ მისი ძალა. მაგრამ რა უცნაურია, ეხვეწებიან, ეხა სხვანაირად ვერ უბედავენ, ევედრებიან, იმიტომ რომ დაინახეს რომ ძალიან დიდი ძალა აქვს. თელ სოფელს რო ეშინოდა ისეთი ადამიანები განკურნა და დააჭკვიანა. და ეხა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ისინი განრისხებულებიც კი იყვნენ თავიანთ გულში, გაბრაზებულები, მაგრამ ვერ უბედავენ უფალს, რომ რაღაცა განრისხებულად აკადრონ რაღაცა სიტყვა და რაღაცა უკმეხად უთხრა. შეშინებულები ეხვეწებიან რომ წადიო რა, წადი ჩვენი საზღვრებიდანო რა. ჩვენის ეშმაკეულები გვერდში უნდა უყურდეს ღორები ყოლოდა და არ დაგეხოცაო რა. აი, ეს არის ჩვენი სულიერების მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ეს ჩვენი კითხვა სახარებისა და განმარტება ისახავს მიზნად არა იმას რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ისტორიულად გავეცნოთ ჩვენ იმ პერიოდს, როდესაც ქრისტე ამ ქვეყანაზე ხორცელად მოღვაწეობდა, არამედ
ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენს თავს უნდა დავუკავშიროთ. მე გითხარით თავიდან როცა ვიწყებდით სახარების განმარტებას, რომ ჩემი მიზანი არის რომ გავაცოცხლო სახარებისეული ეპიზოდები ჩვენს თვალწინ და თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იქ თანამონაწილით იმ ყველაფრისა. ამას ვცდილობ, არ ვიცი რამდენად გამოდის, მაგრამ ამას ვცდილობ, რომ ცოცხალი იყოს ჩვენთვის ღმერთის სიტყვა და იქ ვიგრძნოთ ის ყველაფერი, რაც ხდება, უფალთან ერთად ვიაროთ, დავიღალოთ ჩვენს, მოხვდეთ მის ნავში, ვიგრძნოთ ის სიკვდილის საშიშროება, არ განვიკითხოთ მოციქულები, გაუცდეთ მერე ღვთისაგან ქმნილი სასაულები და მისმინოთ მისი სიტყვა, რომ არა ჩვენ აუცილებლად უნდა დაუკავშიროთ ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. თუ ესე არ ხდება, თუ თქვენში ეს განცდა არ არის, დამიჯერეთ რომ მაშინ ტყუილა მისმენ და სულ უნდა მოხვალთ რა. ანუ მე მინდა რომ ეს განცდა გაჩნდეს თქვენში აუცილებლად რომ განვიცადოთ თითოეული ის ეპიზოდი და ის მოვლენა რომელიც ხდება და რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში. ჩვენი 1 საათიც ამოიწურა, გადასცა კიდევაც და ამასობაში დავამთავრეთ კიდევაც მერვე თავი და გადავედით უკვე მე-9 თავზე და ამას უკვე განვიხილავთ შემდეგ საუბარში. მადლობას გიხდით მოგზანებისათვის, მადლობა უფალსო, დღევანდელი დღეც მოგცა და შეგიძლიათ წავგზავნდეთ. თუ იმეს რაიმე შეკითხვები აქვს, დარჩით და როგორც წინაზე გითხარით, ხო? ეხლავე მუდამისვალთან შეკითხვას, უბრალოდ მივცეთ საშუალება იმ ადამიანის, ვისაც ეჩქარება, რომ წავიდნენ, რომ არ გავაუხერხულოთ და განაჩენები, ვისაც სურვილი გექნება, დარჩით.